ნალის შეჭამანდი. ერთხელ მოხუცი მამამთილი რძალს ესტუმრა. რძალს არ ესიამოვნა მისი მოსვლა და გუნებაში თქვა: კარგად რომ დავუხვდე, აქსიაროს არ დაიშლის. მოდი, მარტო გამხმარ პურს მივუტანო. სადილობა რომ მოახლოვდა, ქალმა ბოდიში მოიხადა. ვაიმე, რა ცუდ დროს მობრძანდით, მამამთილო. სახლში არა მაქვს რა რომ პატივიქცე. ქათმები იყო და რაც ქორსა და ძერას გადაურჩა, ჭირმა გამიწყვიტა. წელს კარგად მოგეხსენებათ, ღვინის მოსავალიც ძალიან ნაკლები იყო. 1-2 ხელა და ჩაუწურეთ ქოცოში და ისიც უპატრონობით დაგვიცხარდა. ლობიო, გვალვამ ისე მოახმო, რომ სათესლიც ვეღარ ავიღეთ. ვიცი, ჯებორწალო, ვიცი. უპასუხა მამამთილმა. რა ზღონდები, შვილო, საწყალი კაცის შეჭამანდი გააკეთე. რა არის საწყალი კაცის შეჭამანდი? ეგ მხოლოდ თქვენგან მესმის პირველად. საწყალმა ადამიანმა როგორ შეიძლება არ იცოდეს ეს შეჭამანდი? ეს საჭმელი ნალის შეჭამანდია. რა კი არ გაგიგონია და არც გემოგინახავს, მოვამზადე. შენ კი მიყურე, ვიდრე მე ცეცხლს დავათებდე, შენ ცხენის ნალი მომინახე. რძალმა ნალი მოარბენინა. მამამთილმა ცეცხლი ააბოლა. აბა, ქვაბი მომიდანე. უთხრა მამამთილმა რძალს. რძალმა მოარბენინა ქვაბი. მამამთილმა სუფთად გარეცხა ნალი და ჩადო ქვაბში. ჯემორძალო, ცოტა ერბო და 5-10 ხახვიც მომიტანე. რძალმა მოურბენინა ერბოს ქილა და ხახვის კალათა. მამამთილმა 1 კოვზის მაგივრად 3 კოვზი ერბო ჩადო ქვაბში. ბლომად ხახვიც ჩააჭრა და ცეცხლზე შემოდგა. როცა ხახვი კარგად მოიბრაცა, წყალი დაასხა. ჯემორძალო, ცოტა მწვანილიც მომიტანე და 1-5 კვერცხი. ისეთი სადილი გაგიკეთა, რომ ხელმწიფეც კი ჩვენ შეგნატროდეს. რძალმა მოარბენინა ხასხასა მწვანილი და კვერცხებით სავსე ჯამფილა. მოხუცმა დაამტვრია კვერცხები, გათქვიფა და ჩაასხა ქვაბში. მწვანილით ჩააჭრა, შეაზავა მარილით, გასინჯა და რძალს შესთავაზა. აბა ნახე, ჯემორძალო, როგორ მოგეწონება ნალის შეჭამანდი. რძალმა გასინჯა და ძალიან გაუკვირდა. ნუ თუ ცხენის ნალისაგან ასეთი გემრიელი კერძი მზადდებაო. ჯემორძალო, რომ იცოდე როგორ უხდება ნალის შეჭამაც გვალვიანი წლის ღვინო. უთხრა მამამთილმა ქალს. 20 ჩაფიანი ქვევრი თეთრი ღვინით ამაქვს სავსე. ჩემი ქმარი ძალიან აქებს წლევანდელ ღვინოს. მიუგო რძალმა, სავსე ხელად მოარბენინა და სუფრაზე დადგა. მოხუცმა მოიხადა ქუდი. თეთრ თმაზე ხელი გადაისვა და თქვა: ახლა 2 სიტყვა უნდა გითხრა, ჯემორძალო. მე იმიტომ კი არ მოვედი, რომ ან მშიოდა, ან მწყუროდა. არა, ჩემი შვილის ცხოვრება მაინტერესებდა. რა უჭირს, ან რა უხინს მეთქი. შენი წუწუნი გულში ეკალივით მომხვდა, მაგრამ რატომღაც არ დავიჯერე. მინდოდა შენი გამოცდაც და ჩემი შვილის ოჯახის ავლადიდების შეტყობაც. ამიტომ მოვიგონე ნალის შეჭამანდიც. მოხუცის სიტყვებმა ქალი შეარწყვინა და ჭკუა ასწავლა. ის დღე იყო და ის დღე ყოველთვის გაშლილი ხელითა და კეთილი გულით ხვდებოდა სტუმრად მოსულ ადამიანს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ქვილი აქ.